სამშაბათს გადაცემა არჩევანში რუსთავ იგორზე განიხილეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა სიღარიბის ქვეყანაში, რაც გასაგებია წინასაარჩევნოდ რამდენად პრობლემატური თემაა. გამოსავალი რაში არის მთავარია ეს უნდა ვთქვათ. აქ ახლა ეს პენსიონერები რომ ჩვენ უსასრულოდ ვალოდინოთ ადმინისტრაციული ხარჯებისთვის არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ვამბობთ ჩვენ რომ პენსია 50 ლარით დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს და გახდეს 200 ლარი, იმიტომ რომ ეს ადამიანები და პენსიონერთა უზარმაზარი ნაწილი მოწყვლადი არის, წამლის ფული არა აქვს ამ ხალხს. ამიტომ პენსიის მატება მნიშვნელოვნად შეამცირებდა ამ სოციალურ ტვირთს, რაც ყველას გვაწევს. ამ გადაცემას ჰქონდა ორი პრობლემა. ერთი პრობლემა იყო ღარიბი, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების პრობლემით მანიპულირების მცდელობა პოლიტიკოსების მიერ და მეორე იყო უბრალოდ მორალური საკითხი. დავიწყოთ პირველი თემით. იმისთვის რომ ეს საკითხი გავარჩიოთ, შევხედოთ როგორია დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა. აი 5 ნაწილად დავყოთ, თითოეულ ნაწილში ცხოვრობს დაახლოებით 800,000-მდე ადამიანი. ეს ყველაზე ღარიბ და ყველაზე შეძლებულ მდიდარ ჯგუფს შორის ხედავთ, რომ განსხვავება არის 12 ჯერადი. ანუ ეს ადამიანები თავისი შრომით, რასაც შოულობენ, ამ თავისი ნაშრომის მნიშვნელოვან ნაწილს, 1/3-ს აძლევენ მთავრობას გადასახადების ფორმით. მთავრობა, როგორც ესეთი სამართლიანობაზე და გონიერებაზე პრეტენზიის მქონე ორგანო, ამ ფულს, ამ ადამიანებს უკან უბრუნებს სოციალური დახმარებების, პენსიების და მსგავსი ბენეფიტების სახით. ახლა, რო შევხედოთ, როგორ უბრუნებს უკან, დავინახავთ, რომ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს უბრუნებს ყველაზე ნაკლებ თანხას, ყველაზე მეტს უბრუნებს საშუალო ფენას და ასევე მნიშვნელოვან ნაწილს უბრუნებს მდიდარ და შეძლებულ ფენასაც. კითხვა, რატომ უბრუნებს ყველაზე მეტ თანხას საშუალო ფენას? საშუალო ფენაში აღმოჩნდა დემოგრაფიული განაწილებიდან გამომდინარე, რომ ცხოვრობს ყველაზე მეტი ასაკოვანი ადამიანი. 2.5-ჯერ მეტი ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობს საშუალო ფენაში, ვიდრე გაჭირვებულ და ღარიბ ნაწილში. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პენსიების გაზრდა უფრო მეტ ფულს წაიღებს შეძლებულ და საშუალო ფენაში, ვიდრე გაჭირვებულ ნაწილში ჩვენი მოსახლეობის. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თუ ჩვენ რეალურად გვაღელვებს გაჭირვებულების საკითხი, გაჭირვების სიღარიბის პრობლემის მოგვარების საკითხი, იმისათვის რომ მთავრობამ მართლა შეძლოს, რეალურად შეძლოს ამ ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დღეს რაზეც დებატები მიდიოდა, ამ გადაცემაში რაზეც დებატები მიდიოდა იმაზე, როგორ აღმოგვეჩინა 10-დან 1 ადამიანი, 10-დან 1 ყველაზე გაჭირვებული ადამიანი. ზოგადად თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ 10-დან 4 ადამიანი ფაქტიურად ყველა არის გაჭირვებული და ერთმანეთისგან მათი გარჩევა არის თეორიულად და პრაქტიკულად შეუძლებელი. ამისთვის სახელმწიფომ ეს ფული ყველაზე კი არ უნდა გადაანაწილოს, არამედ პირველ რიგში ყველას უნდა გამოართვას ნაკლები გადასახადი და თუ ნაკლებ გადასახადს აკრეფოს მოსახლეობისგან, ამით ყველაფერად თანაბრად იხეირებს და კეთილდღეობა ყველას თანაბრად გაიზრდება, ხოლო იმ ნაკლები აკრეფილი გადასახადიდან უკან მეტი უნდა დაუბრუნოს გაჭირვებულ და ღარიბ ფენას, შედარებით ნაკლები საშუალო ფენას და ფაქტობრივად არაფერი არ ჭირდება, რომ დააბრუნოს მდიდარი ფენისთვის. რადგან მდიდარი ფენისთვის სოციალური დახმარება თავისი შინაარსით ნიშნავს საგადასახადო შეღავაც. და პატრიკი თქვენ უპასუხეთ. იცით რა, რა თქმა უნდა, ვალდებული, როდესაც ის არ ცხოვრობს დედასთან და ვალდებულება კანონით არ არსებობს. გადაცემაში პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ შვილებიო არ არიანო მშობლების, ანუ მშობლებს არ აქვთ მშობლების რჩენის ვალდებულებაო. სინამდვილეში ეს უბრალოდ ტყუილია, იმიტომ რომ სამოქალაქო კოდექსის 1219 მუხლი ზუსტად ისევე ავალდებულებს შვილებს, მშობლების, ანუ შრომის უუნარო მშობლების დახმარებას, როგორც თავის დროზე მშობლებს ავალდებულებს არასრულწლოვანი და შრომის უუნარო შვილების რჩენას. მათ შორის განსხვავება არ არის. ანუ რეალურად ნებისმიერი ადამიანი
ანუ საზოგადოებისთვის კანონს რო თავი დავანებოთ, აი აბსოლუტურად არ გვჭირდება ჩვენ კანონი. რანაირად შეიძლება იყოს სრულად უცხო ადამიანი ვალდებული რომ დაეხმაროს ამ ქვეყნის რომელიღაც გაჭირვებულ მოქალაქეს, თუ ამ მოქალაქის უშუალო ჩვილი არ არის პასუხისმგებელი რომ თავის მშობელს, დედას და მამას მიხედოს, როდესაც მას განსაკუთრებით უჭირთ. თუ რა თქმა უნდა, მას შესაძლებლობა აქვს და ამ ტიპის რიტორიკა უბრალოდ ამორალურია და საზოგადოებაში ჩემი აზრით იწვევს მიუღებელი მითოლოგიის და კლიშეების დამკვიდრებას. აი, სულ ის იყო რაც მინდოდა მეთქვა.